მოგესალმებით. მოხარული ვარ რომ ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების ციკლს. დღეს გვაქვს მეორე პოდკასტი ჩვენი ციკლიდან, რითაც ვაზიარებთ კარგ პრაქტიკას და კარგ გამოცდილებას საქართველოს ბიზნეს აკადემიისა და დღეს ჩვენი თემა იქნება ზრდასრულთა განათლება, ზრდასრულთა განათლებაზე ორიენტირება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ასევე შრომის ბაზრის საჭიროებებზე მოქმედ რეაგირებას. ზოგადად პროფესიული განათლების მთელი თავი და ბოლო ეს არის შრომის ბაზარზე ორიენტირება, მათ შორის თვითდასაქმებაზე, რომელზეც ზოგჯერ ავიწყდებათ ხოლმე, რომ თვითდასაქმებას დასაქმებაა და მნიშვნელოვანია და სულ საუბრობთ ხოლმე კომპანიებში დასაქმებაზე, თუმცა ამის დროს მოვა თავის დროზე, როცა ამ საკითხებზეც ვისაუბრებთ. მთელი პროფესიული განათლების ხიბლი ეს არის, რომ ის ორიენტირებულია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე და ყველაზე მეტად უჭირავს ხელი პულსზე, შრომის ბაზრის საჭიროებებზე და ძირითადად ორი ტიპის პროგრამებს ვახორციელებთ პროფესიულ განათლებაში. პირველი ეს არის ეგრეთ წოდებული initial wet, ანუ საწყისი პროფესიული განათლება, როცა სკოლიდან გამოსული ახალგაზრდები პირველად შედიან პროფესიაში და ეუფლებიან პროფესიას და პირველად გადიან შრომის ბაზარზე და მეორე გახლავთ ეგრეთ წოდებული CWET-ი, ანუ continuous wet, ანუ გაგრძობითი პროფესიული განათლება, სადაც უკვე დასაქმებული ადამიანები გადიან პროფესიულ მომზადებას, ან პროფესიულ გადამზადებას და ჩვენი პროფესიული განათლების სისტემის ერთ-ერთი დიდი მიღწევა ბოლო წლებისა, თუ შეიძლება აღინიშნოს, ეს გახლავთ სწორედ მომზადებისა და გადამზადების პროგრამების ფორმალიზება, ანუ ფორმალურ განათლებაში შემოყვანა და მათი ხარისხის უზრუნველყოფა. თავისი არსით სწორედ მოკლევადიანი მომზადება და გადამზადების პროგრამები არის ორიენტირებული შრომის ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირებისათვის. ვიდრე გრძელვადიანი პროგრამა სახელიდან გამომდინარე გრძელვადიანია, მინიმუმ 2 წელი ხორციელდება, ზოგიერთი 3 წელი და 2-3 წლიანი პერიოდი ცოტა ძნელად დასალოდებელია, ხო, კერძო სექტორისთვის, რომელსაც დღეს უდგას საჭიროებები, მით უმეტეს დინამიურია ბიზნეს გარემო, სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, სწრაფად ხდება ახალი საჭიროებების იდენტიფიცირება, ახალი სამუშაო ძალისა და 2 და 3 წელი როგორც წესი ბიზნეს არ აქვს იმისთვის, რომ დაელოდოს ხო კვალიფიკაციის მინიჭებას და სწორედ აქ შემოდის მნიშვნელოვანწილად მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები. სწორედ მოკლევადიანი პროგრამები არის მთავარი ინსტრუმენტი და მთელ მსოფლიოში ასეა, ზრდასრულთა განათლებაზე ორიენტირებული და ასევე შრომის ბაზრის სწრაფად ცვალებად საჭიროებებზე ორიენტირებული. ამიტომ ჩვენი დღევანდელი პოდკასტის თემა სწორედ ეს იქნება, მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების პროგრამები, როგორც სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. ჩვენ ყავს შესანიშნავი სტუმრები, რომლებიც იმავდროულად არიან დარგში ცნობილი და წამყვანი სპეციალისტები და ადამიანები და გვიხარია, რომ ისინი ჩვენთან მასწავლებლები არიან და არიან შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელები, სიამოვნებით წარმოვადგენ ქაბატონ ნათია გაჩეჩილაძეს, რომელიც ხელმძღვანელობს საბაჟოს მიმართულებას ბიზნეს აკადემიაში, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან პროგრამებს. ქალბატონი მაია მიჩილაშვილი, რომელიც უძღვება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებას, ძალიან მნიშვნელოვანს, ყველა მნიშვნელოვანია, ყველა სფერო, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ყველა მიმართულებას დღეს აქ ვერ დავყარავთ, ბევრი მიმართულება აქვს ბიზნეს აკადემიაში, თუმცა ეტაპობრივად ვეცდებით, რომ სხვა კონტექსტში სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებიც ჩავხდოთ, ხო, გავაცნოთ საზოგადოებას და ბატონი ტიტე ბოლქვაძე, რომელიც ლოგისტიკის მიმართულებას, ის ცნობილია თავის სფეროში, თვითონ ლოგისტიკაში, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ადამიანი, სპეციალისტი და ძალიან კარგად ცნობილია პროფესიულ განათლებაში, როგორც მასწავლებელი, როგორც ექსპერტი, როგორც ავტორიზაციის საბჭოს წევრი, წინამოწვევის საბჭოსი და წელს ასევე კიდევ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის წარდგენილი იყო როგორც საუკეთესო მასწავლებელი პროფესიული განათლებისა ეროვნულ ჯილდოზე. ასე რომ გვიხარია, რომ ასეთი პროფესიონალები არიან ჩვენს გვერდით და მინდა გთხოვოთ თქვენი კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მოდით დავიწყოთ რიგრიგობით და ბატონ ტატოს ვთხოვ საკუთარი თავი წარადგინოს და თან იქნებ გვითხრათ ბატონო ტატო
თქვენ როგორც პრაქტიკოსი და პრაქტიკოსის ჩართულობა როგორც მიმართულების ხელმძღვანელისა აკადემიაში რამდენად სასარგებლოა და ღირებულია ეს ყველაფერი აკადემიის პროგრამებისათვის. მოგესალმებით, როგორც ბატონო კახამ აღნიშნა, მე გახლავართ ლოგისტიკის მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელი. ჩვენი სასწავლებელი თუ არ ვცდები 2015 წლიდან ამ პროგრამას ახორციელებს. თავიდან ისეთი ინტენსივობით არ იყო, თუმცა ამ მომენტისთვის ძალიან დატვირთულია ეს პროგრამა. გვაქვს როგორც გრძელვადიანი, ასე მოკლევადიანი პროგრამები და რაც შეეხება ხო, ასე დავამატებ, რომ მე წარმოვადგენ ამავე დროს კერძო სექტორს, ვარ ერთ-ერთი კომპანიის შებასე-გაკო ტერმინალის, რომელიც ამავე დროს სასწავლებლის პარტნიორი კომპანიაა, თანამშრომელი, განყოფილების უფროსი. ეს ორგანიზაცია არის ლოგისტიკური ცენტრი, ერთგვარი ლოგისტიკური ცენტრი და თვითონ ეს ორგანიზაციაც გვეხმარება ჩვენ ძალიან სტუდენტების აღზრდაში, იმიტომ რომ ძირითადად პრაქტიკას სტუდენტები სხვა პარტნიორებთან ერთად ამ ორგანიზაციაშიც გადიან. რაც შეეხება კითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი პროგრამის ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, პროგრამის განვითარებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის, რომ პროგრამას უძღვება პრაქტიკოსი სპეციალისტი, იმიტომ რომ ვერ განვითარდება ეს პროგრამა. შემიძლია რამდენი ერთი მაგალითი მოვიყვანო. მე როგორც ბატონო კახამ ბრძანა გახლავართ ასევე ავტორიზაციის ექსპერტი და ავტორიზაციის ვიზიტებზე გვიწევდა ხოლმე ყოფნა. ყოველთვის როცა პროგრამაში რაღაცა ხარვეზებს ხედავდი, თუნდაც რეგულაციები არ იყო განახლებული, თუნდაც სიახლეები არ იყო შეტანილი ამ პროგრამაში, რის საშუალებასაც იძლევა სტანდარტი, აი უკვე ხვდებოდა, რომ პროგრამის ხელმძღვანელი ვერ მუშაობდა და პროგრამის ხელმძღვანელს არ ჰქონდა შესაბამის კომპეტენცია და სიახლეები, მას თვითონ პროგრამის ხელმძღვანელმაც არ იცოდა ეს სიახლეები დარწმუნებულია, იმიტომ რომ მას მხოლოდ წიგნიდან სახელმძღვანელოდან იცის ეს დარგი და მას არ აქვს პრაქტიკული შეხედვა. სახელმძღვანელო არ შეიცვალა? ხო. რომ შეიცვალოს, როგორ არის, ეს სახელმძღვანელო, რა თქმა უნდა, მოვლენა გაცილებით წინ უსწრებს სახელმძღვანელოს, ხო? რა თქმა უნდა, ახლა ეს მე სანამ სახელმძღვანელო შექმნა არ არის მარტივ პროცესი, თუმცა ამ პროცესშიც მიგვიღია ჩვენ მონაწილეობა სასწავლებლის ასე ვთქვათ ჩართულობით, მეც, ნათიაც, სხვებიც ჩვენი კოლეგები მუდმივად მუშაობთ ამ სახელმძღვანელოების შექმნაში, თუნდაც ციფრული სახელმძღვანელოების შექმნაში და ახლა დარგის კომპეტენციები არ გქონდეს, რა თქმა უნდა, არ მაშინ გადავიწევთ ძველ სახელმძღვანელოს, დავაკოპირებთ და ავტორ შევცვლით და იგი იქნება. ამიტომ დარგი ვითარდება და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამას რო უძღვებოდეს დარგის სპეციალისტი. ნუ პედაგოგებს რა თქმა უნდა, მაგრამ დარგის სპეციალისტი პროგრამის ხელმძღვანელად სასწავლებლად მნიშვნელოვანი პროგრამის ხელმძღვანელი. აი უმნიშვნელოვანესი აქცენტი გააკეთეთ ახლა და სწორედ დარგის ცოცხალი წარმომადგენელი, როგორც მიმართულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს სწორედ პროგრამების შესაბამისობას სწრაფ მიმდინარე საჭიროებებზე, ხო? ანუ იდენტიფიცირებას და შემდეგ ეს უნიშნულოვანესია თუ კი სასწავლებელი უნდა ემსახურებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს. კი ბატონო, ერთს დავამატებ კიდევ, აი მოკლევადიან პროგრამებთან დაკავშირებით, ესე იგი, როცა გრძელვადიან პროგრამას ახორციელებს სასწავლებელი და კომპეტენტური დარგის სპეციალისტი ყავს ხელმძღვანელად, შემდეგ დიდწილად დარგის სპეციალისტიდან მოდის ხოლმე ინიციატივა პროფესიული მოკლევადიან პროგრამების დამატების, იმიტომ რომ მან იცის ბაზას ყველაზე მეტად გაჭირდება და როგორ შეიძლება ბოდიშ ჩარგონზე ლამაზად რო გაკეთდეს ეს პროგრამა, ისე გაკეთდეს, რომ დარგს მიეწოდოს ზუსტად ის, რაც ჭირდება. ზუსტად ის, რაც ჭირდება. და უფრო მოქმედი იყოს პროგრამა რა და დიდწილად ეს პროგრამის ხელმძღვანელებიდან მოდის ხოლმე ეს ინიციატივა. დიდი მადლობა. მადლობა ამ კომენტარისთვის. ქალბატონ ნათიასთან გადავალ ამჯერად. ქალბატონ ნათია, თქვენ მუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან
სამსახურში. ხო ეს არაა კერძო სექტორი, ესაა სახელმწიფო ორგანიზაცია და ძალიან კარგი მაგალითია, როდესაც შესაძლებელია რომ არა მხოლოდ კერძო სექტორის, არამედ ზოგადად შრომის ბაზარზე დასაქმების საჭიროება მათ შორის სახელმწიფო სექტორშიც იყოს ორიენტირებული პროფესიული განათლება, მათ შორის მომზადებისა და გადამზადების პროგრამების სახით. ორმხრივია ხოლმე ეს საჭირო ხაბატონმა ბატონი ისაუბრა რომ პრაქტიკოსის ყოფნა რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამისტვის და აკადემიისთვის. თქვენი დატვირთულობის ფარგლებში დამატებით წარმომიდგენია ხა რა ხელშრომას ეწევით, როცა ამ მიმართულებას ხელმძღვანელობთ. რა თქვენი мотиваცია? ანუ რატო აკეთებთ ამას? რას გაძლევთ ეს თქვენ როგორც პიროვნულად ან სფეროს ზოგადად? კი ბატონო, ნამდვილად 15 წელია უკვე რაც ვარ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი, უწყვეტი მუშაობის გამოცდილება მაქვს ამ მიმართულებით. შესაბამისად, დროის დეფიციტი მაქვს, თუმცა სურვილი რომ ვიყო ჩართული ამ მიმართულებით და პროფესიული მომზადების პროგრამებში ვიყო აქტიური განმახორციელებელი ძალიან დიდია. დიდია იმიტომ, რომ ვხედავთ საჭიროებას კადრის მომზადების და არის ნამდვილად შრომის ბაზარზე კადრის დეფიციტი და როგორც პრაქტიკოსს მეძლევა საშუალება, რომ ჩემი პრაქტიკული გამოცდილება ამდენწლიანი გაუზიარო უკვე ახალ კადრებს და გავაკეთო მაქსიმუმი მათ მომზადებისთვის, იმისთვის, რომ კვალიფიციური კადრი მივცეთ შრომის ბაზარს. გარდა ამისა, როგორც პედაგოგს ეს კარგ გამოცდილებას მაძლევს, თუნდაც იმისთვის, რომ პედაგოგიური კუთხითაც გავიზარდო, იმიტომ რომ როდესაც ასწავლის, შენც სწავლობ, ხო და ეს კარგი მაგალითია და ასევე მოკლევადიანი პროგრამა გაძლევს საშუალებას, რომ სწავლობის ახალი მეთოდები გამოცადო და მალე დაინახო მათი ეფექტურობა, შედეგით მალე შეაფასო. უნდა დავამატო, რომ პროფესიული მომზადების პროგრამებში ჩვენ ჩართული გვყავს არა მხოლოდ ის პირები, ვინც ეძებენ ახალ პროფესიას და ახალ მიმართულებას, არამედ ხშირად გადაგვიმზადებია შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები და ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ უწყვეტი განიახლონ დაუშვათ გამოცდილება, პრაქტიკული უნარები და კარიერულ ზრდასაც უწყობს გარკვეულწილად მათ ხელს და გამომდინარე იქიდან ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან სასიხარულოა და მიხარია, რომ საქართველოს ბიზნესის აკადემია საკმაოდ წარმატებულად ახორციელებს მოკლევადიან პროგრამებს და ეს აისახება იმაზეც, რომ დასრულებული არ არის ხოლმე პროგრამა, რომ უკვე კითხულობენ, რომ როდის დაიწყება ახალი ნაკადის მიღება. დიდი მადლობა. მადლობა, რომ ჩვენთან ახართ და საბაჟო ამასთანავ დავწერე ერთ სტატუსში და ყოველთვის ვამბობ, რომ თითქოს ამ აკადემიის შვილობილია. რომ პირველი პროგრამა, პირველი ახალი კვალიფიკაცია, სწორედ აკადემიამ დაინიცირა, როცა გაჩნდა ეს სისტემაში, პირველი რესურსები საგანმანათლებლო, პირველი და უკანასკნელი, თავის მხოლოდ აკადემიაში განვითარდა, პირველი სახელმძღვანელოები, მასწავლებლების გადამზადება და ამიტომაც ჩვენ სწორედ გვიამაყება, რომ აი ამ სფეროში ლიდერი დაწესებულება ვართ, ჩვენა ვართ მშობელი ამ კვალიფიკაციისა და ვაპირებთ, რომ ეს მშობლობა სოფლის როლი ბოლომდე შევასრულოს. დიახ, კი, მე ერთ კომენტარს გავაკეთებ, ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ავღნიშნოთ ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც ასევე დამსაქმებლისგან წამოვიდა მოთხოვნა, იმიტომ რომ გარდა შემოსავლების სამსახურისა ვიცით, რომ წამყვანი ლოგისტიკური კომპანიები საბაჟო მიმართულებითაც აქტიურად ოპერირებენ შრომის ბაზარზე და მათი მოთხოვნით ინგლისურენოვანი კადრი მოგეთ მოთხოვნა არსებობდა და ძალიან საამაყოა, რომ აკადემია არის ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უშვებს სწორედ ინგლისურენოვან საბაჟო საქმის კურსდამთავრებას. არა მარტო საბაჟო საქმის, არამედ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ინგლისურენოვანი საბაჟო, რომელსაც აკადემია ახორციელებს და ჩვენ ახლა რეავტორიზაციის პროცესში ვართ წელს და აუცილებლად ამ პროგრამას შევიდა ერთ-ერთი ჩვენი სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანა იყო, რომ შევინარჩუნოთ და გავაფართოვოთ ასევე ინგლისურენოვანი პროგრამების სპექტრი. მით უმეტესად საბაჟო საქმე მაღალი პროცენტით სწორედ საერთაშორისოა, აქ ეროვნული ნაკლებად, იმიტომ რომ საზღვარზეა საუბარი, საერთაშორისო გადაადგილებაზე, საერთაშორისო რეჟიმებზე და მთელი რეგულაციებს საერთაშორისო. კი ბატონო. ქალბატონ მაიასთან გადავალ. ქალბატონი მაია შეგახსენებთ, რომ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებას ხელმძღვანელობს ჩვენთან. აი ამ ყველაფერზე, რაზეც ვისაუბრეთ, საინტერესოა თქვენი უკავშირი და ასევე ის, რომ ალბათ ყველაზე მეტი მოკლევადიანი პროგრამა სწორედ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით გვაქვს.
რამდენად მნიშვნელოვანია დარგისთვის, სფეროსთვის, როცა ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება ასეთ მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების პროგრამებს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეც, მივესალმებით ძვირფას მაყურებელს. მე წარმოვადგენ ალბათ ბალანს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ როგორც კერძო სექტორს, ასევე ჩემი პრაქტიკა მოიცავს საჯარო სექტორსაც. შესაბამისად, ორივე სექტორში საკმაოდ ღრმად ვარ ჩახედილი და ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა ვთქვა, სწორედ ეს მოკლევადიანი გადამზადების პროგრამები. ვინაიდან ჩვენ სკოლამდელი განათლების ნაწილით რომ გადმოვიხედო, საკმაოდ ბევრი წლის განმავლობაში არ არსებობდა პროფესიაში შესვლის გზა და ჩვენ სფეროში დასახლდნენ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ აბსოლუტურად სხვა პროფესიებს. ძალიან ბევრი გვყავს ინჟინერი, ექიმი, ისტორიკოსი და ასე შემდეგ. ანუ ჯამში მათთვის ეს მომზადების პროგრამები არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ რაღაცა დაუშვათ დაკვალიანდნენ იგივე თავისივე სფეროს მიმართულებით. იმ პოზიციებზე, რასაც იკავებდნენ, ანუ გამყარებულიყვნენ. ასევე რეფორმა, რომელიც ბაღებისკენ მოემართება და ბაღები დგას ავტორიზაციის წინ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროგრამები, იმიტომ რომ გამოიკვეთა საჭიროებები რიგი დოკუმენტაციის შედგენის, შემუშავების ნაწილში, უშუალოდ პრაქტიკის განხორციელების ნაწილში და ძალიან ბევრი მოუგუმართავს ჩვენ, იმიტომ რომ ხაზგასასმელია აუცილებლად ის ნაწილი, რომ ჩვენი პროგრამის განმახორციელებლები ვიწყოთ უშუალოდ ავტორიზაციის ექსპერტები, ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით თუ კურიკულუმის მიმართულებით. შესაბამისად, ისინი ძალიან სწორ რჩევებს იღებენ, ანუ ჩვენი გადამზადების-მსმენელები ძალიან სწორ რჩევებს იღებენ და სწორ მიმართულებებს იღებენ. გვაქვს 3 მოკლევადიანი პროგრამა ამ შემთხვევაში ჯერჯერობით. ეს არის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის პროგრამა, არის სამხსოვრო პროცესების წარმართვა და მესამე პროგრამა არის ძალიან ძვირფასი პროგრამა, ორივე ძვირფასია აღნიშნავ, თუმცა ეს მესამე რატომ მინდა რომ გამოვყო, ეს არის ბოლო მონაპოვარი ჩვენი გაინიციირდა აღზრდა პედაგოგის გადამზადების ტრენინგ მოდულზე გასვლის სურვილი აკადემიაში. აკადემიას ჰქონდა ძალიან სწრაფი რეაგირება. ფაქტობრივად ვიტყვი, რომ ინიცირება და უწევთ აღმოჩნდით საკმაოდ რთულ კონკურსში და ძალიან რთული გზა გავიარეთ აი ამ პროგრამის მოპოვებისთვის. შესაბამისად, ხო, საზოგადოებაში ცნობილია ეს როგორც 66 კრედიტიანი პროგრამა. ეს მასწავლებლის სახლის მიერ კი ბატონო არის მასწავლებლის სახლის კონკურსი იყო და შესაბამისად კი აქ ასევე მინდა აღნიშნო, რომ ჩვენი დაწესებულება უშუალოდ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ერთადერთი ვართ საქართველოში, ვინც ახორციელებს ამ პროგრამას და ესეც ნამდვილად ჩემთვის ძალიან დიდი მონაპოვარი და ჩემთვის სიამაყეა, მინდა გითხრათ. შესაბამისად, გვაქვს კიდევ 2 ახალი მოკლევადიანი პროგრამა, რომელიც ასევე დაინიცირდა და ძალიან სწრაფად მზადდება. უბრალოდ ჩემთვის მოვიტოვებ სულთისად და არ გავახმოვანებ რა პროგრამებია და ასევე ამ საფუძვლს გავაკეთებ ახალ ინიციირებას კიდევ დამატებით ორ პროგრამაზე, რომელიც აი სწორედ საზოგადოებაში და უშუალოდ ჩვენ სფეროში მოთხოვნიდან გამომდინარეობს და ნამდვილად მინდა რომ ამასაც და სხვათა შორის ერთ-ერთი იქნება ისეთი ინიციატივა, რომლის პრეცედენტიც არ არის საქართველოში და აი ამასაც სურპრიზად კეთილი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ახლა ჩვენ სპეციალურად ვსხედვართ აკადემიის ერთ-ერთ სივრცეში და ვეცდებით რომ პოდკასტები აკადემიის სხვა სივრციდან წავიდეს და უფრო კუთხი არის ჩვენი პარტნიორების. ხო? სადაც ხედავთ რომ ჩვენი საამაყო პარტნიორების შესახებ ინფორმაცია არის და ჩვენი საამაყო დირექტორი, რომელიც გამოირჩევა არა მარტო აკადემიის ფორმატში, არამედ სისტემურ დონეზეც განსაკუთრებული უნარებით, რომ პარტნიორი მოიყვანოს, დააჯეროს, დაარწმუნოს, რომ ესა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და მე თვითონ ხედავენ პარტნიორები ამას და დღეს არ უჩინით ჩვენ პარტნიორების ნაკლებობას, პირდაპირ გითხრათ, იმიტომ რომ შევიდრათ იციან, რომ ეს თანამშრომლობა არის სწორედ ურთიერთსასარგებლო ხასიათისა და ბუნებისა. ამაზე ალბათ ცალკე პოდკასტებს ვისაუბრებთ, როგორ ახერხებს დირექტორი და აკადემია ასეთ თანამშრომლობას, რომ ეს არა მხოლოდ პრაქტიკის გატარება, არამედ საუბარი არის უფრო ღრმა
ტიპის თანამშრომლობაზე, უფრო ბევრი ვისაუბროთ ჩვენ გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამებზე. ხალბატონოია, რამდენი პროგრამა გვაქვს გრძელვადიანი, რამდენი მოკლევადიანი პროგრამა გვაქვს და როგორია ხედვა აკადემიისა, თქვათ, წილი, რომლების გაიზრდება მომავალში, როგორ ხედავთ ამ პროცესს? აკადემია ახორციელებს და კარგად იცის საზოგადოებამ, თუმცა კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს, როგორც სადიპლომო გრძელვადიან პროგრამებს, ასევე მოკლევადიან მომზადება გადამზადების პროგრამებს. დღეს ვარ თქვენთან ერთად და ამ საინტერესო გადაცემაში ვიღებ მონაწილეობას და ვარ ძალიან ამაყი ამ ურთიერთობებით, რაც დიდი წილი იმ პროგრამებისა, რომელსაც ახორციელებს დაწესებულება, სწორედ დამსაქმებლის მიერ მოთხოვნადი პროგრამებია იმ უნარებზე დაყრდნობით, რომლებიც გვიკარნახა დამსაქმებელმა და უნიკალური გახლავთ აბსოლუტური უმრავლესობა პროგრამებისა, რომელსაც ახორციელებს აკადემია. უნიკალური იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში მხოლოდ აკადემიას აქვს ეს პროგრამები. გრძელვადიანი პროგრამა გვაქვს 12 სხვადასხვა მიმართულებით, IT-ის, საბაჟო, განათლების, სკოლამდელი განათლების მიმართულებით, ჯანდაცვის მიმართულებით, საექცნო და ფარმაცია და მოკლევადიანი პროგრამებიც ასევე გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. და გვაქვს 15 მოკლევადიანი პროგრამა და ძალიან მალე ასევე 5 ახალი პროგრამა შეემატება ამ სპექტრს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჯამში ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, ეს წარმოადგენს ასევე კარგ საერთაშორისო პრაქტიკას და რადგან ჩვენ ამას ვაზიარებთ აქტიურად, ნება მომეცით მოგახსენოთ რა ითვლება, ხო, კარგ ევროპულ პრაქტიკად, მათ შორის აღნიშნული მიმართულებით. რამდენიმე სიტყვით რომ შევეხოთ ამ მიმართულებით კარგ საერთაშორისო პრაქტიკას, თქვენ იცით რომ აკადემია გაწევრიანდა ევროპის განათლების ფონდის ექსელენს ცენტრების ქსელში და ერთ-ერთი მახასიათებელი 10 სხვა განზომილებიდან გახლავთ სწორედ დასრულთა განათლებაზე ორიენტირება. კარგი მახასიათებლები, რაც ამ მიმართულებით არსებობს, კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, ეს არის რომ სასწავლებლის პროგრამების 50%-ზე მეტი ორიენტირებულია დასრულთა განათლებაზე, ჩვენ შემთხვევაში ეს ნამდვილად სახეზეა. ის რომ არსებობს დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროები, ანუ სხვა წყაროდან შეიძლება იქნას მოპოვებული დაფინანსება და ეს არა მთლიანად ჩამოკიდებული ბენეფიციარის მიერ გადახდელ თანხებზე, ესეც სახეზეა, რაზეც მე ქალბატონიას ვთხოვთ კომენტარს დამატებით. ბიზნესთან ინტენსიური თანამშრომლობა ამ პროგრამების განხორციელების ან ინიციირების პროცესში, რაც მნიშვნელოვანია და ამ წუთში ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს ასევე ინდიკატორში, რომელიც ეხება პროგრამების განხორციელება კოლეჯის ფარგლებს გარეთ. ანუ არა მხოლოდ ამ სივრცეში, არამედ სხვაგანაც ხორციელდება და სხვაგანაც ხელმისაწვდომია. ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი განზომილება და კარგი ევროპული პრაქტიკა. იმიტომ რომ მოკლევადიანი პროგრამის ბენეფიციარები როგორც წესი დასაქმებულები არიან, ესენი არიან დასრულები და ხშირად ვერ მოახერხებენ საგამართლებას. ამის აუცილებლობაც არ არის, ხო? ფიზიკურად სიარულს და ამიტომ დღევანდელი თქვათ მოქნილობა, რომელიც არსებობს დისტანციური ან ჰიბრიდული სწავლებასთან მიმართებაში, ამ წუთში ამის საშუალებას იძლევა. თუმცა ყველამ ვიცით რომ ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში, რომელიც ასე ვთქვათ, ჰიბრიდულ სწავლებას საერთოდ არ ცნობს მომზადება გადამზადების ნაწილში, ხოლო დისტანციური სრულად უნდა განხორციელდეს ისიც ministris ბრძანებით განსაზღვრულ ჩამონათვალში თუ არის პროგრამა. ამ კუთხით ჩვენ დაინიცირებული გვაქვს ცვლილება და თუ ეს ცვლილება დროზე არ განხორციელდება, ეს გააუარესებს ნამდვილად ხელმისაწვდომობას მოკლევადიანი პროგრამებისა და ასევე სწორედ ამ ინდიკატორს შეექმნება საფრთხე და ზოგადად ერთხელ თქვი ერთ-ერთ ეთერში, ალბათ მე მოგვიწევს უკვე არაფორმალური განათლების სივრცეში გადასვლა. ანუ მოკლევადიანი პროგრამები განვახორციელებთ არაფორმალური განათლების ფორმატში და არაფორმალურში, იმიტომ რომ ფორმალური თუ არ ცნობს სწორედ მოხდილად დისტანციურ სწავლებას, ჩვენ რომ შესაბამისი ვიყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და რეაგირებდეთ, ჩვენ თვითონ განვახორციელებთ მე ამას დისტანციურად, მაგრამ ეს გააუარესებს კიდევ ერთ მახასიათებელს და ეს გახლავთ, რომ ეს პროგრამები აკრედიტებულია. ანუ აკრედიტებული ვეღარ იქნება, იმიტომ რომ გადავალთ არაფორმალურ სივრცეში. ანუ ამ მიმართულებით მე მინდა შევაჯამო აკადემიას ამ წუთში 15-დან 15 აქვს შესაბამისობა და ეს ერთ-ერთი
ყველაზე მაღლა შეფასებული ინდიკატორია აკადემიისა და შევესაბამებით სრულად საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, მაგრამ რეგულაციებზე თუ არ მოხდება სწრაფი რეაგირება, ალბათ ეს გააუარესებს ზოგადად ამ მაჩვენებლებს. პროგრამის ხელმძღვანელებს მინდა დაუბრუნდე ისე, იმიტომ რომ ძალიან ღირებულია ამ შემთხვევაში თქვენი უკავშირი. რა არის თქვენი მანდატი აკადემიის ფარგლებში? იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ ასევე ბევრ შემთხვევაში პროგრამის ხელმძღვანელი ფორმალურად არსებობს, იმიტომ რომ ამას სტანდარტი ითხოვს და მისი როლი საკმაოდ მოკრძალებულია, ხო? თუმცა აი როგორც კარგი პრაქტიკის გაზიარება, რა არის თქვენი მანდატი აკადემიაში, რა არის ის უახლოესი, თქვა სიახლეები, რასაც თქვა პროგრამის ფარგლებში გეგმავთ და აპირებთ თქვენი ინიციატივით. ხებატონათია, თქვენ ხომ არ დაიწყებთ? დავიწყებ, კი ბატონო. მე როგორც საქართველოს ბიზნეს აკადემია SPA-ის საბჭოთა პროგრამის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული რასაკვირველია სწავლების პროცესშიც და ასევე მევალება რომ გაუწიო ზედამხედველობა საბჭოთა საქმის პროგრამას, ჩართული ვარ შეფასების ინსტრუმენტის ვალიდაციის პროცესში, სტუდენტთა შეფასების პროცესში, მათ შორის თუ გაქვთ დასაჭიროება სტუდენტის შეფასების აპელაციის პროცესში. გარდა ამისა, თუ კი არსებობს პროგრამაში ცვლილებების საჭიროება, ამ პროცესის კოორდინაცია სწორედ ხელმძღვანელს ევალება და ფიზიკურად შეუძლებელია თუნდაც დააინიციიროს ცვლილებები ან ზედამხედველობა გაუწიო ამ პროცესს, თუ არ ხარ დარგის სპეციალისტი, თუ არ გესმის ეს სიღრმისეულად, ბატონმა ტატომაც გითხრა, რომ არაერთი პრაქტიკული მაგალითი აქვს იმის, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა პროგრამების სისუსტე, სწორედ იმიტომ, რომ იქ პროგრამის სავარაუდოდ, იმიტომ რომ პროგრამის ხელმძღვანელი არ იყო დარგის სპეციალისტი. ჩვენ რამდენიმე წლის წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები გავატარეთ საბჭოთა საქმის პროგრამაში, განვაახლეთ და ამას ფიზიკურად ვერ შევძლებდით, რომ არ ყოფილიყავით დარგის სპეციალისტები, რომ არ ყოფილიყავით ამ პროგრამაში ჩართული დარგის სპეციალისტები. გარდა ამისა, სულ ახალი პროექტია, გეგმავთ ახალი სახელმძღვანელოს შექმნას საბაჟო მიმართულებით. თქვენი ინიციატივა, რომელსაც დაუჭირა მხარი SPA-მ და მადლობა ამისთვის კიდევ ერთხელ და აქვე აუცილებლად უნდა აღნიშნო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ბიზნეს აკადემია SPA მხარს უჭერს ასეთ ცვლილებებს და ზოგადად გამოირჩევა ნებისმიერი ესეთი ცვლილების მხარდაჭერაში, რომელიც აუცილებელია პროგრამის განვითარებისთვის და ორიენტირებულია, რომ სტუდენტმა მიიღოს ხარისხიანი განათლება და სწავლება იყოს ეფექტური. ხო, ჩვენ ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ სწავლება ისე ფორმალურად, არამედ გვინდა რომ ჩვენი საქმე გავაკეთოთ სრულყოფილად და სტუდენტს მივცეთ ის ცოდნა და ის პრაქტიკული უნარები, რაც მას გამოადგება. და ეს ახალი სახელმძღვანელოც ვინაიდან არ არსებობს საბაჟო მიმართულებით ამ ეტაპზე სახელმძღვანელო 2019 წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საბაჟო კანონმდებლობაში, ძირეულად შეიცვალა მთელი რიგი საბაჟო ფორმალობები, ზედამხედველობის ნაწილი, თუნდაც ტერმინოლოგიურად და ეს ახალი სახელმძღვანელო მისცემს საშუალებას სტუდენტს, რომ გააუმჯობესოს სწავლების ხარისხი, ეს იქნება არა მხოლოდ თეორიული მასალის რაღაც კონსპექტი, არამედ პრაქტიკული სავარჯიშოებით დახმარებული და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებით გამოიყენებენ და აქტიურად გამოიყენებენ ამას სტუდენტები. რაც თავარია, ჩვენ როგორც გვახასიათებს ხოლმე ეს პროდუქტი არ დარჩება აკადემიის კედლებში, არამედ ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის, ვინც საბაჟო პროგრამას ახორციელებს ქვეყნისთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ მარტო ვერ ვიქნებით წარმატებული, ჩვენ წარმატებული ვიქნებით სხვებთან ერთად, ამიტომ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამაზე და აკადემიას ამას თავისი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია და აუცილებლად ამას გავაკეთებთ. დიდი მადლობა ამ ინიციატივისთვის და მიხარია, რომ სწორედ თქვენ შექმნით იმ ახალ საგანმანათლებლო რესურსებს თქვენ კოლეგებთან ერთად, რომლებიც ასევე აკადემიასთან თანამშრომლობენ, რომელიც იქნება უკვე ყველაზე ახალ ტენდენციებთან შესაბამისი სფეროში, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ქალბატონო მაია, თქვენთან გადმოვალ შეკითხვით, ჩვენ წეგან ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჰიბრიდული და დისტანციური სწავლების ფორმა იყოს შენარჩუნებული. იმიტომ რომ ერთი რომ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და მეორე ბენეფიციარები არიან ძირითადად დასაქმებულები, ან მუშაობენ და შეცვლა უნდა თავიანთ საქმემ. რამდენად იძლევა თუნდაც თქვენი პროგრამები ასეთ შესაძლებლობას, რომ შენარჩუნდეს ონლაინ ან დისტანციური ჰიბრიდული სწავლება და
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, რომ ეს ტენდენცია იქნა შენარჩუნებული? კეთილი, ნამდვილად საინტერესო კითხვაა. გრძელვადიანი პროგრამების შემთხვევაში შესაძლებელია ჩვენი სკოლამდელი განათლების პროგრამა იყოს ჰიბრიდული და სადღაც დისტანციური ნაწილში შენარჩუნებული იყოს მეტი წილი უპირატესობით. მოკლევადიანი პროგრამები სრულად შესაძლებელია იყოს დისტანციურ რეჟიმზე გადასული, ვინაიდან თვითონ როგორც თქვით მოგმართავენ უშუალოდ პრაქტიკოსები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი მათ უკვე აქვს პრაქტიკა და მნიშვნელოვანია მათთვის არის საკითხები, როგორ გაუმჯობესონ ეს პრაქტიკა და ანუ თეორიულად შესაძლებელია სიმულაციებში შესაძლებელია მივცეთ ეს კომპეტენცია. ანუ თუ გადამზადების პროგრამაა და შეარსებული პრაქტიკოსია, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია უფრო გაუსტატდეს თეორიულად და სიმულაციურად, ვიდრე გაუშვათ პრაქტიკას. ეს უფრო დიდი გამოწვევის წინ გავართ ამ შემთხვევაში ხშირად. ვინაიდან ერთი ბაღი 3 კვირის განმავლობაში ვერ ხსნის თანამშრომელს, რომ გაუშვა სხვა ბაღში, შესაბამისად ამ ადამიანებს უწევთ ხოლმე აიღონ მაგალითად ანაზღაურების გარეშე შეუძლება, რომ სრულფასოვნად პროგრამაში ჩაერთონ. ეს დიდი გამოწვევაა მათთვის. თავად ბაღებისთვის არის გამოწვევა, იმიტომ რომ 3 კვირის განმავლობაში შეიძლება კადრი დაკარგოს უბრალოდ და არც ფუფუნება გვაქვს ხშირად და ჩავანაცვლოთ. ანუ უფრო ვფიქრობ, რომ დიდი გამოწვევა არის აი ამ პროგრამებისთვის ეს უშუალო პრაქტიკის კომპონენტი, მოკლევადიანი შემთხვევაში. რაც შეეხება გადისტანციურებას, ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვერდება რეგიონებიდან. ძალიან ბევრი, აბსოლუტურად ყველა რეგიონი გვაქვს მოცული. იმისთვის რომ ხელმისაწვდომობა უფრო გაიზარდოს და მეტი იყოს და ერთგვარად ამ ადამიანებს არ შეეღუდოთ განათლების მიღება, დიპლომშემდგომი განათლებისა, ეს მნიშვნელოვანია, რომ და აი აუცილებლად არც ჩემი მიზანიც იქნება ის, რომ მივაწვდე მათ მომავალსაც ეს ხელისუფლება, რომ ადამიანებისთვის განათლების მიცემის ეს არის იდეალური შესაძლებლობა, ასევე მასწავლებლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ის ხარისხზე ორიენტირებულია, ძალიან დაკავებული და დასაქმებული კადრია და ინდონეზია მისი დროით შეზღუდული, რომ ძალიან ხშირ შემთხვევებში, როცა დისტანციურად ხდება პროგრამები, ის ზოგავს ამ დროს და უფრო მეტი საშუალებები შესაძლებლობაა. ქალბატონოია, ცნობილი არის SBS кейსი, რომ ერთ მთელ მუნიციპალიტეტსაც კი მოემსახურა და უზრუნველყო იქ ბაღების პერსონალის სრული გადამზადება. თუ შეიძლება ამ кейსზეც მოკლედ რო გითხრათ. მე ვისმენ და გავაკეთებ კომენტარს ასევე ვთვლი, რომ რაღაც შეუსაბამობასთან გვაქვს ასევე ადგილი, ვინაიდან ჩვენ ვახსენეთ აქ მასწავლებლის სახლის პროგრამა, რომელიც ვიცით მასწავლებლის სახლი რას წარმოადგენს, ხო განათლების სამინისტროს CP-ა და პროგრამა 66 კრედიტიანი შესაძლებელია ონლაინ იყოს. დასაშვებია და არაფრით არ შეიძლება არ გავხადოთ სხვა შესაძლებლობები ხელმისაწვდომი რეგიონებისთვის, ვინაიდან ექსპერტები, რომლებიც გაიზარდნენ უკვე და წარმოადგენენ ექსპერტებს, უფრო მეტად თავმოყრილი გახლავთ თბილისში. და რეგიონებს ამის ფუფუნება არ აქვთ. ამიტომ ფუფუნება სწორედ გახლავთ ონლაინ სწავლების მიდგომები, გაგრძელება. არსებობს კარგი პრაქტიკები და უნდა გაგრძელდეს. და კარგი პრაქტიკა გახლავთ სწორედ მარტვილის მუნიციპალიტეტი, სადაც სკოლამდელი განათლების მიმართულებით მუნიციპალიტეტმა მხარი დაუჭირა ასევე დაწესებულებამ, საქართველოს ბიზნეს აკადემიამ, სწორედ ჰიბრიდულმა სწავლებამ და სრულად გადაამზადა კადრი სკოლამდელი განათლების მიმართულებით, მათ გაიარეს აბსოლუტურმა უმრავლესობამ და მოკლედ მიიღეს შესაბამისი კვალიფიკაცია. და ამ კარგ მაგალითს მოყვა ის, რომ სხვა რეგიონებმაც მოგმართეს და მე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და უთხრა, რომ სწორედ ეხლა მიმდინარეობს აქტიური რეგისტრაცია ამ პროგრამებზე. დიდი მადლობა. ანუ მოკლევადიანი მომზადება გადამზადების სახელმწიფო დაფინანსებით გასავლელად, ეხლა მიმდინარეობს რეგისტრაცია, ეს იქნება 4 აპრილის ჩათვლით ჯერჯერობით, შეიძლება გაგრძელდეს, ნახოთ. დაფინანსებაზე ოდნავ გვიან და ბატონ ტატოს მინდა მარტივი შეკითხვა თითქოს და მაგრამ ვკითხო საიდან ჩნდებიან ეს მოკლევადიანი პროგრამები? ანუ ჩვენ ვიცით რომ პროგრამების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს სივრცეშია,
არის აღებული გზელვადიანი პროგრამები და თქვა მოდულები ან სწავლის შედეგები აღებულია და ესაა ეგრეთ წოდებული დადასტურების, ანუ მოკლეგზით განხორციელებული. როგორც ვიცი, აკადემიის პროგრამები თითქმის ყველა უკვე არის უფლების მოპოვების გზით. არც ერთი არ ებმის გზელვადიან პროგრამას თავისი არსით და გაჩნდა საღაციდან. საიდან გაჩნდა ეს პროგრამები? თქვენ შემთხვევაში როგორ გეტყვით, მე გამაცხადებ, რომ ჩვენ ლოგისტიკის მიმართულებით ვახორციელებთ ორ პროგრამას მოკლევადიანს. ეს არის საავტომობილო გადაზიდვების ციფრული ლოგისტიკა და საწყობის ოპერირება ლოგისტიკა და რომ დავიწყეთ ამ პროგრამაზე მუშაობა, თითქოს წყალებში მოკლე გზით უფრო მარტივია, ხო? პირდაპირ მოდულიდან პროგრამიდან ამოიღე მოდული და ცოტა გადავაკეთე და მოიპოვე უფლება. თუმცა მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ ეს არ არის მოქნილი. რაღაც ჩარჩოებში ხარ და შეზღუდული ხარ. განსაკუთრებას ხომ მოთხოვნა. კი, რა თქმა უნდა, იმას ვერ გაცდები. იმას ჩარჩოს ვერ გაცდები და ამ უფლების მოდული იჩარჩო ისედაც არსებობს და ისედაც ხო, მოდულს გაიგე. ისედაც სწავლის მოდულით ისწავლის იმას. ამიტომ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო გახდა და აუცილებელიც რომ უფრო მოქრილი ყოფილიყო, უფრო მეტი სივრცე ქონოდა ჩვენ მუშაობის რა, უფრო მეტი რამ ჩაგვერთო, თუნდაც პრაქტიკის ობიექტი, თუნდაც შედეგები, თუნდაც პროგრამული უზრუნველყოფა, თუნდაც სახელმწიფო ყველაფერი უფრო რელევანტური, ბაზარს ესჭირდება რა. იმას ისედაც სწავლობს იმ გზელვადიან პროგრამაში და აქ სიახლეების შეტანის უფლება არა ვართ მიბმული არაფერზე. და ეს გზა ავირჩიეთ და მე მგონი გაამართლა და ახლა ჩვენ პირველი ნაკადი ამ მიმართულებით უკვე გავატარეთ და მე როგორც ამავე დროს განმახორციელებელიც მინდა ვთქვა რომ ამან გაამართლა და ეს ჯობი ბაზარს ეს უფრო აინტერესებს, ეს უფრო ჭირდება და ჩვენთვისაც კი შეიძლება მოპოვება და აკრედიტაცია და ავტორიზაცია უფრო რთული პროცესი იყოს, თუმცა ჩვენთვისაც პედაგოგების განმახორციელების და შემდგომ უფრო მარტივია. პრინციპში მიზანზე ორიენტირებული. ხო, ანუ გზელვადიანი პროგრამა ისედაც არსებობს, ისედაც ისწავლება, მასში ცვლილების პროცესი ვერაა მოქნილი. ამიტომ არსებობს მოკლევადიანი, რომ დანამატი ჭირდება, სიახლე ჭირდება, ამ გზელვადიან პროგრამას წააშველო და უფრო ბაზართან შესაბამისი პროფესიონალი იყოს საბოლოო ჯამში. ესე გავაკეთეთ ეს ორი პროგრამა ამ მიმართულებით და საკმაოდ წარმატებით ეს თემი. აი 4 აპრილამდე რეგისტრაციის ვადა არის როგორც თქვით 4 აპრილი და ახალ ნაკადები გვეყოლება რა. თან იმასაც დავამატებ, რომ ძირითადად ამ მოკლევადიანზე გამოცდილებიდან გეუბნებით, ძირითადად დასაქმებული ხალხი ყავს და არ ყავს პატარა ბავშვები, ასე ვთქვათ რა. მაგათთვის სხვა პროგრამები გვაქვს, სადაც ასევე წარმატებით სწავლობენ, ხო? მახსოვს თქვენგან არაერთი კომენტარი. კი ბატონო. რამდენად კმაყოფილი ხართ? კი და მათთვის ძალიან მოქნილია ეს და სიახლეებს ეცნობენ რა, არც ისინი კი დასაქმებულები არიან, მაგრამ თუმცა რაღაცა თავიანთი მიმართულებები აქვს და რაც სიახლეებს ყოველთვის ვერ მისდევენ ხოლმე. რაღაც შეიძლება მონათესავე მიმართულებით რაღაცა სიახლეები განვითარდეს და ჩამორჩა იმას და არ უნდა რომ ჩამორჩეს. და ამიტომ უცხოეთი პროფესიული განვითარების ნაწილიცაა და შესაძლოა მე ვისარგებლებ შემთხვევით, აი მაგალითად რატომ ვთვლი რომ ეს სწორი მიდგომა. რაღაცა ახალი სიახლეები ინერგება საბაჟოზე, NCTS-ის პროგრამა დაინერგა, რომელიც საერთაშორისო ასე ვთქვათ სისტემაა და მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება დამჭირდეს, ან შეიძლება არ დამჭირდეს, შეიძლება არც დამჭირდეს, მიუხედავად იმისა, გადავწყვიტე, რომ ჩავერთო ამ პროგრამის სწავლაში, არ ჩამორჩე, დარგს არ ჩამორჩე. და ბოლო პროგრამა ლოგისტიკის მიმართულებით ციფრული ლოგისტიკა, სწორედ ლოგისტიკის ასოციაციის დაკვეთით განხორციელდა კვლევაზე დაყრდნობით, რომ აი აქ ხედავს ასოციაცია, რომელშიც წამყვანი ლოგისტიკური კომპანიებია გაერთიანებული,
რომ ციფრული ლოგისტიკა არის მნიშვნელოვანი დარგის განვითარებისთვის. და ამას ახორციელებს აკადემია. ნელ-ნელა დასასრულისკენ უნდა წავიდეთ და ქალბატონიას მინდა ვთხოვო, არ მინდა ესე დავასრულოთ, რომ ასევე დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე იყოს საუბარი. რა წყაროები არსებობს საპროგრამების დაფინანსებისა, ჩვენ თქვით, რომ 4-მდე რეგისტრაცია მიმდინარეობს ამ წუთში, ფინანსდება მთლიანად ბიუჯეტიდან, როგორ ფინანსდება, ვისგან ფინანსდება, ან რა საშუალება არსებობს სწორედ ამ პროგრამების დაფინანსებისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ქმნიდე პროგრამებს შენ სივრცეში და უნიკალურ პროგრამას და მეორე შესაძლებლობა რომ ამის საშუალება აქვს გაინტერესებულ მხარებს და ქვეყანაში კარგია რომ არსებობს ორგანიზაციები ვინც ამას აკეთებს ეს გახლავთ უნარების სააგენტო და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო განსაკუთრებით მინდა გამოვყო თანამშრომლობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან, რომელსაც აქვს ძალიან მოქნილი მიდგომები დაფინანსებასთან მიმართებაში და ის სწორედ ორიენტირებული არის ხარისხზე, დასაქმების წილზე, ანუ ხედავს ამ შესაძლებლობებს და არიშურებს, მოგეთ არ არის შეზღუდული დაფინანსების ნაწილში, თუკი დაწესებულება თვლის, რომ ხარისხიანად განხორციელებისთვის, იმისთვის, რომ მიზანი იქნას მიღწეული, საჭიროა სწავლების ეს დაფინანსება, აქ არაფერი არ აქვს, სრულად მოქნილი ვართ აქ და ძალიან ვიხარია ეს ამბავი, თუმცა უნარების სააგენტოსთან ვერ მივახციეთ ჯერჯერობით დაფინანსების მოქნილ მიდგომებს, არის საკმაოდ ბიუროკრატიული შესაბამისად პირველ ჯერზე ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა შემდეგ ჩავეხსენით აქტიურად თანამშრომლობთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან, რომელიც ყველა პროგრამაზე სწავლებას, ეხლა 9 პროგრამაზე არის გამოცხადებული მიღება, რეგისტრაცია მიმდინარეობს და 9-ვე პროგრამა სრულად გახლავთ დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. შესანიშნავია. ძალიან კარგი. ჩვენ წავიდეთ შეჯამებისკენ, საერთო ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწორედ სასწავლებლის ორიენტირება მოკლევადიან პროგრამებზე არის გამართლებული იმ მხრივ, რომ ვიყოთ მუდმივად შესაბამისი შრომის ბაზრის დინამიურ მოთხოვნებთან, ცვლილებებთან და შესაძლებლობა მივცეთ დასრულებს, რომ მოკლევადაში და მოქნილად და ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით იქნას შეთავაზებული შესაბამისი სერვისები. მოკლე სტატისტიკა ამ წუთში საქართველოში არის პროფესიული განათლების 100-მდე მიმწოდებელი, 99 მიმწოდებელია, აქედან მხოლოდ 60% ახორციელებს მოკლევადიან პროგრამებს. და ამ მოკლევადიან პროგრამებიდან უმეტესობა ახორციელებს დიდი პროგრამებიდან ამოღებულს. ანუ ჩვენ ამ წუთში მართლა დეფიციტი გვაქვს მიმდინარე საჭიროებებზე ორიენტირებული მოკლევადიანი პროგრამებისა, ამიტომ იმედია სისტემა ამ კუთხით შეიცვლება. რაც შეეხება გვყავს არასასწავლებლები, არამედ კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ასევე ფორმალური განათლების ფარგლებში მოკლევადიან პროგრამებს, ესაა დაახლოებით 50, ანუ საქართველოს მასშტაბით 110-მდე პროვაიდერი ყავს მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს, რომელიც ქმნის საკმაოდ ძლიერ ძალას და ამისი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სწორედ შენარჩუნდეს დაფინანსების დივერსიფიცირებული შესაძლებლობები, მეტად ორიენტირება პროგრამის განხორციელების საჭიროებაზე და აუცილებლად ჰიბრიდული სწავლების შესაძლებლობები, რომლის გარეშეც შესაძლოა ეს კეთილი წამოწყება, წარმატებული წამოწყება, რომელთა სისტემა ამაყობს და ქართული кейსი მე ბევრჯერ დამიტანია უცხოეთში, როგორც მოკლევადიანი პროგრამების სწრაფი დასაქმების შესაძლებლობა შეიძლება დაზარალდეს თუ კი ეს არ იქნება გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს, ჩემს კოლეგებს, მიამაყება თითოეული თქვენთაგანი, თქვენთან თანამშრომლობა და შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ვაგრძელებთ პოდკასტების ციკლს საინტერესო კარგი პრაქტიკების გაზიარებით და მოუწოდებ საზოგადოებას ისარგებლონ მიმდინარე შესაძლებლობით და დარეგისტრირდნენ იმ 9 მოკლევადიან პროგრამაზე, რასაც ბიზნესის აკადემია სთავაზობს ამ საგაზაფხულო მიღებისთვის. დიდი მადლობა.